გადავცემ სიტყვას კანდიდატებს. როგორია თქვენი უახლოესი გეგმები? ჟანა, დავიწყოთ თქვენიდან. გეგმებში რას გულისხმობთ? თუ შეიძლება იქნება თუ გაიმარჯვებთ ამ არჩევნებში. ხო, აი როგორც ქალბატონმა ბრძანა რომ 15-ში არჩევნები დასრულდება და 16-ში უკვე შეუდგებით მუშაობასო, ზუსტად აი ეს მინდა მეც თქვა. მოსახლეობა დაიღალა ასეთი პირობების მიცემით. ცოტა ვაცალოთ. ვაცალეთ 9 წელი ამ მთავრობას. დაიწყო ახალი ხელისუფლების პირობები, გავიდა 2 წელი ვაცალეთ. მოცდა არის უკვე დანაშაული. მოცდის დრო არ არის. მეორე დღესვე უნდა დაიწყოს მუშაობა იმისთვის, რომ მოსახლეობა მიიგრძნოს ამ ქვეყანაში რაღაც იცვლება და იცვლება პოზიტიურად. ჩემი გეგმა არის ასეთი. ჩემი თანაგუნდელები იქნებიან ისინი, ვინც იქნებიან ამ ქალაქის მმართველობაში, ჩვენი ოპონენტები იქნებიან, თუ არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკურ პლატფორმაზე იქნებიან ის ადამიანები, ჩვენ ვართ ვალდებულები, რომ ამ ქალაქს პოზიტიური კუთხით და შევატყოთ ცვლილებები და მოსახლეობამ ეს იგრძნოს. მე პირადად, როგორც წეღანაც აღნიშნე, ვიქნები შეუპოვარი და არასდროს არ ვიქნები ასკილივით თავის დამქმნევი ყველა გადაწყვეტილებაზე, იმაზე, რომელზედაც არ მექნება ჩემი მოსაზრება. მე ყოველთვის ვიქნები ოპოზიცია ყველა იმ საკითხზე, რომლის მოგვარებაც არის საჭირო.